ეთერში ვართ უკვე და დიდი ამბავია ჩვენ თავს მოკლედ. სტუმრები არასდროს არ გვიჭირს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუმარია როგორც ეთერში, ასევე კამერების მიღმა. წვიები წარმოადგენ ხო? კამერების სცენარი წარმოადგენს. პროექტი ხელმისაწვდომი ჰოლივუდი და ვინ თუ არა თვით ჰოლივუდიდან ჩამოსული სტუმრები. სავარძელს ამშვენებს მოემზადეთ კრისტოფერ კოპოლა. ორგანიზაცია ფესტივალი პროექტი ხელმისაწვდომი ჰოლივუდის დამფუძნებელი, რეჟისორი, პროდიუსერი, პედაგოგი. პირდაპირ გეტყვით, მე კითხები რომ არ გაგიჩნდეთ ნიკოლას კეიჯის ძმა, ფრენსის ფორდ კოპოლას ძმისშვილი, მოკლედ როგორც ჩვენ გვიყვარს ქართველი. დიდი სანათესაოს არაჩვეულებრივი წარმომადგენელი. ჩვენ გაგვეხმარება ესე იგი ჩვენი მეგობარი კოლეგა რუსკა გიორგაძე. შემდეგ მოდის ბატონი კრისტოფერის შვილი ბეილი კოპოლა, მსახიობია. თვითონ მოგიყვებით არის მოღვაწეობის შესახებ. თეატრში ასევე ჩვენი მეგობარი ყოფილი კოლეგა და ყოფილი არასწორებს. ამჟამად არის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კულტურის შემეცნებით პროგრამების უფროსი და ბოლოს როგორც გავარკვიეთ რეკლამის დროს თავი და თავიანთელი წამოწყების ლაშა ზამბახიძე ორგანიზაცია ფესტივალი კინემატოგრაფია ყველასათვის დირექტორი. მოგწირავს სულხან-საბა ორბელიანის წიგნი. რა საერთოა ჰოლივუდს და სულხან-საბას? მოდი აი ჩვენი ეთერის მეშვეობით გავარკვიოთ. მეორე ეთერი წაიღო ჩამოხსოვს ხო? ასეთ სტუმრები. ვინ დაიწყეთ ამ ფანტასტიკური წამოწყების შესახებ საუბარს? ჯერ პირველ ლაშა სტუმარს კითხოთ. ეს პედაგოგიური მოღვაწეობა თქვენ დაგვეხმარებით ხო ლაშა თარგმანში ხო? რომელიც ძალიან გააქტიურა ესე ვთქვათ ამ ბოლო პერიოდში მან რაღაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და დადგა საქართველოს ჯერით ხო? რა მიზნით არის სტუმრად? What's the aim of this project? I would say that I don't like exclusivity. I don't like the exclusivity of Hollywood. That I wanted to create something that gave glamour to everyday people, inclusive. მე არ მიყვარს ჰოლივუდის ეგრეთ წოდებული ჩაკეტილი სივრცე და ექსკლუზიურობა და მე მინდოდა რომ ეს ყველაფერი საზღვრები გამეხსნა და მომეშორებინა ეს ექსკლუზიურობა ჰოლივუდისთვის და გამეხადა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი. I am known as the accessible Coppola. I walk the streets, people come up to me and talk to me, I talk back with them. მე ცნობილი ვარ ჰოლივუდში როგორც ხელმისაწვდომი კოპოლა, იმიტომ რომ მე დავდივარ ქუჩაში, ხალხს შეუძლია ჩვეულებრივად მოვიდეს ჩემთან გამესაუბროს და მელაპარაკოს. But having grown up in a family like mine, I know about the Oscars and the red carpet, so I let the people feel that as well. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ ვიცი ყველაფერი ეს ჰოლივუდის კულუარები, ოსკარი და მინდოდა რომ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი გამეხადა და ყველა შეეგრძნო რა გრძნობა ეს. And that's what makes this festival a little different, because not only do we teach the people filmmaking skills to tell their stories and ideas, we also give them the glamour. That's why it's accessible Hollywood. It's both. რაც განასხვავებს ამ ფესტივალს ყველაფერი სხვისგან ის არის რომ ჩვენ უბრალოდ კი არ ვასწავლით ახალგაზრდებს როგორ უნდა გადაიღონ ფილმი და როგორ შექმნან, ასევე გლამურს ხვდით ხელმისაწვდომს, აი როგორ მივახლოვდნენ და შევიდნენ ამ ჩაკეტილ სივრცეში, რასაც ქვია ჰოლივუდი. People love celebrity, always have. So I want other people to know that they have celebrities too. It's inside of you anyway. They should love themselves, not just the other celebrities. ხალხს უყვარს სელებრიტები და მე მინდოდა რომ ხალხს თავად ეგრძნოთ რა არის ეს სელებრიტობა და ყველას აქვს ეს შინაგანი მოთხოვნა გახდეს სელებრიტი და მინდა რომ ეს ამაში დავეხმარო და ხელი შეუწყო მათ. Mother Teresa said that true poverty is not having food, it's not counting. What we want to do is let people know that you do count in this world. A little child has, wow, I can communicate to the whole world. Well, you count. And that's part of what we do at this festival too. That's our philosophy. Everybody counts. ჩვენი ფილოსოფია ის არის, რასაც დედა ტერეზა ამბობდა, რომ არ გქონდეს საჭმელი, ეს არ ითვლება. მთავარია რომ გაღიაროს ხალხი, ანუ შენ თვლიდე რომ რაღაცას წარმოადგენს და ჩვენი ფესტივალის მთავარი მიზანიც ეს არის, რომ ყველა ადამიანმა განურჩევლად სოციალური წრისა თავი იგრძნოს გამორჩევლად და თავი იგრძნოს მნიშვნელოვან პერსონად. We also teach to be able to tell your story to the widest audience. So there can be no bad language. You can't have anything in your storytelling that might reduce your audience, which is a very good lesson for all of us to learn, to be able to communicate to everybody. Do not reduce your audience by putting things in there that you don't really need to do.
ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ვასწავლოთ ადამიანებს, როგორ მოუყვნენ თავიანთი ისტორია დიდ აუდიენციას. არ არის საოცრებელი შეამცირე შენი აუდიენცია იმისთვის, რომ რაღაც შენი ისტორია მოუყვეთ. თავარია, რომ არ აქვს ენას მნიშვნელობა, არის ცუდი ენა, კარგი ენა, თავარია storytelling-ი, ანუ გაზარდო შენი აუდიენცია და გააგებინო ყველას რისი თქმაც გინდა. You can make a film that is about intolerance, and you can do it in a way that has, many bad things, violence in it, which will reduce your audience because of the violence. But you can also do it in a way that doesn't reduce the audience by not having that in, but the message is still the same. შეიძლება გადაიღო ფილმი მაგალითად შეუწყარებლობაზე ჩაადო მასში ბევრი რაღაც ძალადობის სცენები, მაგრამ თავარია რომ სწორად მიაწოდო მესიჯი აუდიენციას და ეს გაიგოს ფართო სპექტრმა. And if you want to make change in the world, it's easier to make change, good positive change, if you have a wide audience, and harder if you have tunnel audience. თუ გინდა შეცვალო სამყარო, ამისთვის აუცილებელია გქონდეს ფართო აუდიენცია და არა რაღაც კონკრეტული ადამიანები, რომელსაც მიაწვდენ შენ ხმას. სამყაროს ცვლილებისთვის ეს არის საჭიროა და კონცეფცია გასაგებია. Why did you become an actor? ხაშანსი არ ქონდა რა. There was no chance, right? ძალიან გასგიძას. Yeah, they said that you look like your uncle. Oh, thank you. Well, yeah, I've always been around like the sets when my dad directs movies and stuff, so that's probably when it started. იმიტომ გავხდი მსახიობია, რომ ხშირად დავდიოდი გადასაღებ მოვედაზე, როდესაც მამა ჩემი მუშაობდი ფილმებზე და ალბათ ეს გახდა მიზეზიო. His mother is a really talented actress too, so. დედამისი ძალიან ნიჭიერი მსახიობი ყოფილა. ესე იგი პატარა შანსი ქონია, რომ სხვა გზით წასულიყო. There was no other chance. ისეთ ამაიდ გავიგე კონცეფცია, ფილოსოფია, დამოკიდებულება, მაგრამ მინდა ევაშას დავუსვა ეს კითხვა. უფრო კონკრეტულად, რა უნდა გააკეთოს ქართველმა მოზარდმა 9-დან, რომელ წლამდე? 7-დან 14 წლამდე იმისათვის, რომ გამოიყენოს ეს დაუჯერებელი წარმოუდგენელი შანსი. ესე იგი ელემენტურად ბავშვებმა რა უნდა გააკეთოს, არის უნდა დარეგისტრირდნენ ჩვენ ვებსაიტზე. ვინც დარეგისტრირებული დღეს გვაქვს პრესკონფერენცია, დაწვრილებით გავაცნობთ ყველა დეტალი. პრესკონფერენცია რეგისტრაცია, კონკრეტული ფესტივალის რეგისტრაცია იყო უკაცრავად, რეგისტრაცია იყო დღევანდლამდე. მაგრამ შემდეგ როდესაც კრისტოფერ და ვაშა ჩამოვიდნენ, გადავწყვეტეთ, რომ მან ვინც ვერ მოახერხა, შეიძლება არ ქონდა წვდომა ინტერნეტთან, არ შეეძლო. ყველას მივცეთ შანსი, ყველა მოვიდეს ჩვენთან, ყველას მოусმინოთ და მათ ქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მათ წინააღმდეგ ბარიერი არ აშენდა და ამიტომ გვინდა რომ ვინც ვერ მოახერხა დარეგისტრირება, მოვიდეს ჩვენთან ბავშვთან. აბსოლუტურად ლოგიკურია რომ გააკეთეთ იმის მერე, იმიტომ 3 საათზე გვაქვს პრესკონფერენცია, სადაც ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი და მთელი დღის განმავლობაში, დღესაც და ხვალად ჩვენ ველოდებით აბსოლუტურად ყველას, მათთვის კარგია დარეგისტრირება მოხდება იქაც ადგილზე. იცი რა, ლაშას შემოსვლის წამიდან თიკაცმაც კითხა და ახლა უკვე დროა რომ აგვიხსნათ ეს სულხან საბა რატომ გიპყრიათ ხელს და არ მითხრათ ახლა რომ წაკითხული აქვს კოპოლების თუნდაც რომელიმე წევს სულხან საბა. ბატონმა კრისტოფერმა თითქმის დაამთავრა ინგლისური ვერსიის წაკითხვა, რომელიც დაგვეხმარენ ჩვენი მეგობრები, რომ სამწუხაროდ არ იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ გავაკეთეთ. და საერთოდ თავიდან რომ დაიწყო რომ ჩვენი შეხვედრა, ჩვენი დამეგობრება, ჩვენი ქართული სამეგობრო წრე, როდესაც გაეცნო ჩვენს კულტურას, თავიდან დაიწყო ეს ყველაფერი, რომ აი მედიას სამშობლო და არგონავტები და შემდეგ როდესაც უკვე გავაცანით ეს ჩვენი კულტურა და მივედით სულხან საბა ორბელიანთან, უკვე ეს იყო ყველაზე ისეთი ინგლისურად ნათარგმნი არის. როგორ ტურაშილი მაგას გამოტოვებდა და ეხლა გამიტო გამოდერდა. არ არის გამოცემული, მაგრამ ნათარგმნი არის ბიბლიოთეკაში მიყოლეთ ერთი ეგზემპლიარი და რაღაცნაირად გავაკეთეთ სკანირება და საკითხომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნუ ყველანაირად ეხლა სულხან საბა ჯერ მარტო თავისი მოღვაწეობით და თავისი ფილოსოფიით ამოუწურავი თემა, შემდეგ იგავარაკი და კინემატოგრაფია და ამბის მოყოლა შენეული ხედვით და სხვადასხვა ხერხებით შენი სათქმელის გადმოცემა კიდე და მოკლედ ძალიან როგორც ასევე ძახის ბატონი კრისტოფერი, რომ ქართულების შექსპირი ყოლია ცოტა. ხო, შეიძლება ვკითხოთ საყვარელი გავარაკით თუ აქვს და საერთოდ აი შთაბეჭდილებაზე მოყვეს სულხან საბას. Can you tell about your expressions about Sulkhan Saba's stories and do you have a favorite story from this book?
I wouldn't say I have a favorite story. I'm very impressed with the concept of the teaching story. That his writing is about teaching and not just fables. You want to? ძალიან მოხიბლული ვარ იმითი როგორ ასწავლის ის რაღაცა აზრს დებს თავის მოთხრობებში და არა ეს არ არის უბრალოდ მოთხრობები ეს არის ერთგვარი შეგონება. And the idea that there are 5 different characters telling each story for a reason. So sometimes you don't know why they're telling the story. So there's 2 angles going on, which I find very interesting, very Godfather. Godfather-ში ადარა ძალიან მომწონს ის ფაქტი რომ არის 5 პერსონაჟი რომელიც ყובה ერთ და იგივე ისტორიას და მიზეზებს და ხანდახან გაურკვევლობაში გაგდებს და სხვადასხვა ასპექტს გაჩვენებს ერთი და იგივე ისტორიის. There's something behind the word too. და სიტყვების მიღმა დევს კიდე რაღაც ძალიან დიდი. Very entertaining. ძალიან გასართობი იყო ჩად და საინტერესო. გავარკვევთ ბავშვები დარეგისტრირდნენ ბავშვებთან და რა ხდება დარეგისტრირებულ ბავშვებთან? რა უნდა წარადგინონ და რას მიიღებენ უკან? ხაი რა კავშირია ეს ფესტივალი? ეს ფესტივალი მოიცავს 5 კონკურსს. პირველი კონკურსი არის 7-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის, რასაც ვილაპარაკეთ პრინციპში, რომ რეგისტრირდებოდნენ და კიდე აქვს შანსი. ამ ბავშვების კონკურსს ქვია ცირკის ზმანება და ცირკის ელემენტებს სადაც შეიგრძნობენ, იმას გადააღებინებენ. მეორე კონკურსი არის მობილური ტელეფონის კონკურსი. აქ სხვადასხვა ასაკი განუსაზღვრელია, ბებიებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და პატარებსაც პირდაპირ ტვირთავენ თავიანთ ნამუშევარს და დღეს თემას კრისტოფერი გამოაცხადებს 3 საათზე. მესამე კონკურსი უკვე არის ციფრული პორტრეტის კონკურსი, ანუ ევალებათ საინტერესო ადამიანის პორტრეტი შექმნან 60 წამიან უწყვეტ კადრში. მეოთხე კონკურსი არის მუსიკის პოეზია. მუსიკის პოეზია ეს ცოტა ესეთ განსხვავებულია, იმიტომ შეიძლება წერდე ან გრძნობდე რაიმე მუსიკას, მაგრამ თავარია რას მიუსადაგებ, გამოსახულება როგორ იქნება. ანუ როგორც კრისტოფერმა თქვა, მომასმენინე გამოსახულება და დამანახე მუსიკა. ეს არის ერთი ადამიანის მიერ ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც აი სულხან-საბას სიბრძნე სიცრუის არის, ეს არის სტუდენტების კონკურსი. ანუ 5 ჯგუფი იკრიბება, 5 ხუთკაციანი ჯგუფი, რომელთაც უშუალოდ კრისტოფერი მონაწილეობს. 3 დღე აქვს სამონტაჟოდ, 3 დღე გადასაღებად, 3 დღე მოსამზადებლად, 3 დღე გადასაღებად და 3 დღე სამონტაჟოდ და საბოლოოდ იქნება პროდუქტი 10 წუთიანი ფილმები, რომელსაც კრისტოფერი შემდეგ წაიღებს უკვე ლოს-ანჯელესში და პრემიერა იქნება ლოს-ანჯელესში და საქართველოში. გამარჯვებული აი ამ 10 წუთიანი ფილმიდან გამარჯვებული ამ 10 წუთიანი პირიდან ამას ხათიშერს ეს აუცილებლად უნდა აღნიშნო 14-ში ირჩევა ეს ადამიანი. არა, უბრალოდ შევახსენე. არა უშავს. ახლა დიმონქონ მობილურმა და ესე იგი რაშია საფუძველი. ყველაზე ისეთი ის არის რომ ახლა კინოინდუსტრიაში გვაქვს ეგეთი მიმდინარეობა მიდის რომ ზოგი ფირს არანებებს თავს უნდა რომ ფირი და მაინც მაგრამ ეს ახალი ტექნოლოგია გვაძლევს იმ საშუალებას რომ ყველას მივცეთ საშუალება ბავშვს მიეც პატარა მობილური ტელეფონი გადაიღოს რა არის ეს ნახო მობილურები რომ გადაათვალე რომ ხალხის ისეთ შედევრებს აღმოაჩენ ეგ რომ აგინდა შევა და არ გვიხსენებიან თავარი პრიზი 10 წუთიანი ფილმი რომელიც გაიმარჯვებს კრისტოფერის დახმარებით შემდეგ გადაიქცევა სრულმეტრაჟიან ფილმად ისეთ სურპრიზის დონეზე გვაქვს დაყენებული რომ თლათ არ გვინდა რომ რაღაცნაირად ეფექტი იქნება სამუშაო პროცესზე ასე რომ ასე სუპერად ჩემანი მაინც დიდი ბოდიში ხერა ამ ბოდიში მაგრამ თითქმის დამოუკიდებლად ფასტურად რო ამოიწურა დიდი მადლობა სტუმრობისთვის წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა თქვენ და გეპატიჟებით კრისტოფერი სამსახურზე ძალიან ბევრი სამწუხაროდ პირდაპირ შეზღუდულია დიდი ფრონტით ხას ვისაუბრებდით სიამოვნებით კურიერის დრო მოვიდა რუსთავიორზე უყურეთ კურიერს დაგვადოთ ხვალ დაბრუნდებით ჩვენ პირდაპირ ეთერში ნახვამდის